ბოლო მონაცემებით სულ დაშავებულია 8 ადამიანი, 6 ბავშვი, ისინი იმყოფებიან იაშულის კლინიკაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსუბუქი დაზიანებები აქვთ ასევე მიღებული იმ 2 ზრდასრულ ადამიანს, რომლებიც ხუდუშაურის საავადმყოფოში მკურნალობენ. გურამ როგავას უბრუნდებით პირდაპირ ეთერში. გურამ. Თათა როგორც გითხარით, წინა ჩართვაში აქ მეტნაკლებად ჟურნალისტებმა უკვე შევძელით არსებული რეალობის ასახვა. ჩვენ პოლიციის წარმომადგენლებმა მოგვცეს ნებართვა, რომ შევსულიყავით გარკვეულ პერიმეტრზე, უშუალოდ ეპიცენტრში. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა პირდაპირ ეთერში აჩვენა თუ რა ვითარებაა ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში და ამ დროისთვის უკვე აღდგენილია აქ საავტომობილო მოძრაობა. თქვენ ხედავთ, რომ საპატრულო პოლიციამ უკვე ნაწილობრივ აღადგინა მოძრაობა და ამ დროისთვის აქ უკვე მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სავალ ნაწილზე, საგზაო ნაწილზე აღარ გადაადგილდნენ და რაც შეეხება უშუალოდ აქ არსებულ ვითარებას და დაგეგმილ სამუშაოებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ აქ მათი მეხანძრე მაშველები გააგრძელებენ მუშაობას ღამისა და ხვალინდელი დღის განმავლობაში, იმისთვის რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები და ეს სამუშაოები გულისხმობს თუნდაც ჩამსხვრეული მინების სუფთავებას, გაწმენდას და ამ კუთხით გაგრძელდება მუშაობა, რომ დაზღვეული ვიყოთ და დამატებით რაიმე სახის ინციდენტისგან, თუნდაც ეს იქნება ჩამონგრევა თუ ამ დამსხვრეული მინების დაბლა ჩამოცვენა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც უკვე უსაფრთხოების ზომები აქ მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული, მას შემდეგ, რაც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დადებენ დასკვნას თუ რამდენად მყარია შენობა იმისთვის, რომ იქ მოსახლეობა კვლავ დაბრუნდეს და თუნდაც საკუთარი ნივთების გამოტანის საშუალება მიეცეს, აი ამას უკვე დაადგენენ სპეციალისტები და შემდეგ გადაწყდება თუ დროის რა მონაკვეთში იქნება შესაძლებელი დაბრუნება იმ ეპიცენტრში, სადაც დღეს აფეთქება მოხდა. მანამდე კი, როგორც ჩვენ თავად მერის წარმომადგენლებმა გვითხრეს, უკვე აღდგა აქ მოძრაობა ხედავთ, როგორც ჩვენ მერის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ყველა ის პირი, ვინც დღეს ვერ შეძლებს სახლში საკუთარ ბინებში დაბრუნებას, დაკმაყოფილდება, მათ მერია გაუწევს შესაბამის დახმარებას. ეს არის ამ დროისთვის აქ არსებული ვითარება. სამწუხაროდ უშუალოდ აქ ეპიცენტრში მოვლენებისა პრემიერ-მინისტრ და კახიკალაძეს დამატებითი კომენტარები არ გაუკეთებიათ. ამ დროისთვის უკვე ჩვენს დამატებითი კომენტარი არსებულ ვითარებაზე ჩვენ შეგვიძლია ახლა უფრო ცლად მოვისმინოთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის კომენტარში. ზიანებულია 6 სართული მთლიანად. ადგილზე მობილიზდა სახანძრო სამაშველო ძალები, ადგილზე მოსვლისთანავე დაგვხვდა სამწუხაროდ 3 გარდაცვლილი. კიდევ 7 ბავშვია პირველად ინფორმაციით გადაყვანილი საავადმყოფოში, შესაბამის დაწესებულებაში. ამ წუთისთვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება, მაქსიმალურად მოხსნით საფრთხეს, თუ კი რამე დაზიანებაა, შუშებია, ზემოთან აივანზე რამე ნანგრევებია, რომ მოხსნათ საიშროება იმისი, რომ ვინ არ ჩამოვარდეს, არ დაზიანდეს ვინმე და მაგებს ყველაფერს დავამუშავეთ, ასე თქვა, შენობას თლიანად და მოხსნით საიშროება. ამისთვის როგორი ვითარებაა თვითონ შენობა რა მდგომარეობაშია და რამე საფრთხე ხომ არ არსებობს? ტერიტორიის დათვალიერება გრძელდება ეხლაც. რა ჩეხება კორპუსს, რამდენად ვარგისია საცხოვრებლად? ამ წუთისთვის ნამდვილად არ არის ვარგისი, რომ ჭირდება მას აუცილებლად გარკვეული სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და კიდევ უფრო გააქტიურდება ეს პროცესი დილიდან. აქ, როგორც ხედავთ, უკვე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, პერიმეტრზე არსებული ყვითელი ლენტები მოიხსნა. დამატებით რაიმე სახით ინტერესი, რომელიც ჟურნალისტებს გაგვაჩნდა, ფაქტობრივად დაკმაყოფილებულია დღეს, კიდევ ერთხელ გავუმეორებ მაყურებელს და თავადაც ნახეთ ალბათ, რომ ჩვენმა გადამღება ჯგუფმა შიდა პერიმეტრზე არსებული ვითარება მეტნაკლებად გიჩვენათ. იმ პერიმეტრზე შესვლის ნებართვა მიიღეს ჟურნალისტებმა, სადამდეც არის უსაფრთხო ყოფნა ამ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ახლაც მონაცვლეობით სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები შიგნით შედიან პოლიციელების დახმარებით და ისინი თავისი თვალით ნახავენ არსებულ ვითარებას. როგორც გითხარით, ამ დროისთვის კვლავ გრძელდება იქ გარკვეული სამუშაოები. მადლობთ გურამ. გურამ როგავა მოგვაწოდა ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან.